გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მადლობა სტუმრობის BMD Drive-ში. შეგიძლია მიირთვა. ვისე ფეხბურთთან როგორ უყურებს სოფლიოს? ვისი გულშემატკივარი ხარ? ესპანეთის. აი, ესპანეთის ყველაზე მე როგორც ბრაზილიის გულშემატკივარი, მშვიდად მერვე ფინალში ვარ და ბრაზილიის კოპას მივიწვევ. პირველ რიგში World Cup ამბები მინდა მოვიკითხო, როგორ ხართ? 2026 სიახლეები დაიწყეთ იყო თუ არა სიახლეები? ან ინვესტიციის მიმართულებით გაფართოება და შემდეგ როგორ მიდის წელი? წელი ძალიან კარგად მიდის, დაიწყო კარგად, ზოგადად წინა წელიც კარგი იყო ჩვენი ინდუსტრიისთვის. ადრე რაღაც ბევრი პრობლემები იყო პანდემიიდან მოყოლებული, მოკლედ სანამ დალაგდა ყველაფერი და აი შაშანდელი წლიდან მოყოლებული, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, სიწყმარე გვაქვს და ჩვენი მხრიდან დავიწყეთ ესე ვთქვათ აქტიურად მუშაობა ქსელზე, გაფართოებაზე და ბევრი ესეთი კარგი გეგმები გვაქვს, ახლა მიმდინარე რამდენიმე პროექტია, რომელიც გესდება ძალიან მაგარი და მალე გვექნება ძალიან კარგი სიახლეები. რამდენი პროექტი ახლა მიმდინარე? ახლა მიმდინარე რაც აქტიურ ფაზაშია, 2 პროექტი არის და კიდევ ერთი წამოეწევა. და წელს დასრულდება? ხო, ჩემი პროგნოზით ეს 2 პროექტი წელს დასრულდება და 2025-ში იყო ზრდა, ხო? კი. ანუ ეს ზრდა გრძელდება 26-ში? პირიქით ვიტყოდი, რომ უფრო ინტენსიურადაც, უფრო აქტიურადაც გრძელდება. ზოგადად ძალიან გაზრდილი არის ამ ინდუსტრიის როლი ჩვენს ცხოვრებაში, საქართველოში ვიტყოდი, ზოგადადაც არის, მაგრამ უკვე ყოველდღიურობა გახდა ადამიანებს, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მხოლოდ კარგთან არის დაკავშირებული ადამიანისთვის ეს არის და თითოეულ ჩვენგანისთვის ეს არის აუცილებელი რაღაც და კომპონენტი, ესე ვთქვათ, ჩვენი ყოველდღიურობის და საქართველოც წამოეწია ამ ცხოვრების ამ სტილს, ასე ვთქვათ და ძალიან მიხარია. ხო, ანუ მთავარი იდეაში იყო რომ გამხდარიყო ჩვენი ყოველდღიურობის და რაღაც რუტინის ნაწილი, ხო? ვარჯიშის და ფიტნეს ზოგადად მიმართულება. World Class ზოგადად იცით თქვენ პოზიციონირდება უფრო ესეთი რაღაც პრემიუმის ლაქშერის wellness მიმართულებით და როდესაც შემოვიდა საქართველოში და გავხსენით რაღაცა ვთქვათ ადამიანთა რაღაცა ვთქვათ პროცენტს დადიოდა ჩვენთან და ვინც უფრო შეჩვეული იყო ესე ვთქვათ ამ ვარჯიშს. ეხლა აბსოლუტურად სხვანაირად არის ყველაფერი, ძალიან მასობრივი გახდა უკვე სფეროც და უფრო მეტი ხალხი მოიცვა ესე ვთქვათ. რამ გამოიწვია ეგ მასობრიობა? აი თქვენ რა როლი ქონდათ ამაში? ზოგადად ინდუსტრიას რა როლი ქონდა, როგორ ხედავ შენ? ადრე აი პანდემიის დროსაც ძალიან ისე გვიყურებდნენ ეს ვთქვათ, აი მე-1000 რომელიც უნდა თან ისეთი ის როგორი სფერო არის, აი ძალიან სულ ცოცხალი ორგანიზმია. როდესაც სირთულეებია, ჩვენ ბევრი სირთულეები გვაქვს, იმიტომ რომ ადამიანებთან გვაქვს ხო საქმე და ვთქვათ რაღაცა ესეთი აი ვერ დამალავ ხო რაღაცას ვთქვათ ბექი არ არის ხო სულ მოძრაობა ხო სულ მოძრაობა და ხო რატო გახდა პოპულარული ალბათ იქიდან გამომდინარე რომ ძალიან სტრესულია ხო ჩვენი ცხოვრება ზოგადად ისეთი გახდა აქტიური რაღაც და ვარჯიში და მარტო ვარჯიში არ არის ხო რაღაც ჯანსაღი ცხოვრების სტილს რასაც ვეძახით მართლა ძალიან გეხმარება ეს არ არის უბრალოდ სიტყვები მე პირადად ძალიან მეხმარება იმისთვის რომ უფრო კარგად ვიმუშაო უფრო პროდუქტიული ვიყო უფრო კარგ ხასიათზე ვიყო და უფრო კარგად თუნდაც გამოვიყურებო და რაც მე კონვერტირდება იმაში რომ კარგ ხასიათზე ვარ ხო და ეს ნელ-ნელა ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა და ძალიან მახარებს რომ საქართველოში შემოვიდა გვაქვს იმის საშუალება და უნარი და ხასიათი და ყველაფერი რომ აღარ არის ეს რაღაცა ვთქვათ დამატებით რაც უფრო რუტინა გახდა აი როგორც რაღაცა ხო აღარ არის და აი რაღაცა ვთქვათ აუცილებელი კომპონენტია მივედით იმ რაღაც ნიშნულამდე რომ ხვდებით რომ აუცილებელია. თან არჩევანის ბევრია, ხო, ანუ რეალურად ბაზარზე მიწოდების ნაწილში არ ვართ ესე რაღაც შეზღუდულები რა არის თქვა რაღაც პრემიუმ მიმართულებაც არის საშუალო სეგმენტზე და არის დაბალ სეგმენტზეც გასული. სახშიც ვარჯიშობს ადამიანების დიდი ნაწილი და ეგეც კარგია ზოგადად. ხო. თან ერთად AI მწვრთნელებზე მე კითხავ
რა ხდება და ხელს გიშლით თუ გეხმარებათ ეგ მიმართულება. მინდა რომ აი ეს world class-ის და ჩართულობის თემა ამოწუროთ. ანუ როგორ შეიცვალა ასაკობრივი, ანუ მაგას აკვირდებით, რომ რა ასაკის ადამიანები დადიოდნენ ადრე და დღეს თქოთ როგორ შეიცვალა ეგ ტრენდი. აი ჩვენს შემთხვევაში ცოტა ესეთი უფრო მაღალი ასაკობრივი ის გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ მაინც ესე არ ჩამოყალიბებული, რომ ვთქვათ ჩვენთან უფრო ახალგაზრდების დადიან, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად ცოტა ასაკობრივი მაღალი საშუალო-ზევით. თუმცა მე ერთ ნიუანსს ვიტყოდი, რაც ასევე საინტერესოა, რომ ადრე მაგალითად აი ჩართულობა ვარჯიში, როდესაც თქვათ აი კლუბის ბაზა არის და აქტიური კლუბის ბაზა ნიშნავს, რომ დადის ხო ყოველდღიურად, თქვათ კვირაში 4-ჯერ 3-ჯერ. დაბალი იყო, ზოგი ადამიანი უბრალოდ ყიდულობდა ამ საწაროს და შეიძლება თვეში ერთხელ მოსულიყო, რომ უბრალოდ აი გამოიარა თავის ნაცნობები ნახა და დღეს აი მართლა ისეთი სიტუაცია, რომ აბსოლუტურად ყველა დადის. ანუ ეს კონვერტაცია, რომ აი აქტიურად რომ ყოველ დღე დადიან. ხო ხვდებით, აი გაიზარდა მომხმარებლის ქცევა და უფრო მეტად იყენებენ ესე ვთქვათ ამ თუნდაც თავის აწევროს რაც აქვთ, ხო? ვთქვათ, ყოველდღიურობაში იყენებენ. ეს ძალიან საინტერესო ეს არის ინსაიტია, ასე ვთქვათ. ანუ მე კითხვა მქონდა სხვათა შორის, რომ ეგ კარგია თუ ცუდი ბიზნესისთვის, რომ ადამიანები ყიდულობენ აბონემენტს და მე არ დადიან. ბიზნესიც ძალიან სპეციფიკური, ჩვენი სპეციფიკა გვაქვს, სხვა ჩემი სპეციფიკა ყოველთვის ის რომ პირიქით ჩვენთვის ძალიან კარგია, ხო რა შეიძლება რაღაც უფრო მეტი ხარჯი გქონდეს რაღაც მომენტში, მაგრამ თუ აი ესე ბიზნესის კუთხით, ხო, მაგრამ როდესაც აქტიური არის ბაზა, იქ ყოველთვის ვთქვათ დამატებითი ზრდის პოტენციალი მეტია, ხო, იდეაში არის, ხო, და ეხლა მაგალითად აი მართლა ისე გველოდებიან, როდის გავხსნით ახალ დარბაზებს, იმიტომ რომ უკვე ბევრი კლიენტი ყავს საკმაოდ და აი უნდათ სიახლეები, აუზიანი სპა და ასე შემდეგ. მოთხოვნები შეიცვალა, ხო? მოთხოვნები შეიცვალა, უკვე რაღაც არის ისეთი თვითონ მომხმარებელიც ძალიან მომთხოვნი გახდა, რაც მახარებს, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სულ ტონუსში. როდესაც ვერცხლაში შემოვიდა საქართველოში, ამას ძალიან ესე ღიად ვამბობ ხოლმე, აი ეს თამასა გაიზარდა, ავწიეთ ასე ვთქვათ, თუნდაც მწვრთნელების პროფესიონალიზმის, დამოკიდებულების ამ სფეროს მიმართ ეს, რომ აი ზედაპირული არ არის, ეს არის ძალიან ესეთი, აი ძალიან სერიოზულად ვუდგებით ყველაფერს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შემოდის ჩვენთან არის, ну, მწვრთნელი არის სერტიფიცირებული, გადამზადებული და ასე შემდეგ. ესეც მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ადრე მაგალითად არენდობოდნენ აი ადამიანები მწვრთნელს, ახლა აი ახსენეთ, აი ხა რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან მაგალითად world class-ის სხვა ქვეყნების world class-თან შედარებით ჩვენთან ბევრად მაღალი არის პერსონალურ მწვრთნელთა ვარჯიშის ჩართულობა, აი პროცენტულად რა, იმიტომ რომ ძალიან ენდობიან. იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ენდობიან, ხო, ადამიანს როცა არ ენდობი და გონია თვითონ აქ ნასწავლი YouTube-ით რაღაცა არ გადაიხდი დამატებით, ხო, და შენს ჯანმრთელობას, ხო, არ არის არ ჩააგდებ რისკის ქვეშ. ამიტომ ამ კუთხითაც მიხარია, რომ ძალიან წინსვლა გვაქვს. აი კომპეტენციის ნაწილში არის კიდე რაღაცა, ეს თქო, ბუფერი, რაღაც ჰაერი დარჩენი თუ კარგი ვითარებაა ბაზარზე. იცით რა, ძალიან მიხარია, რომ კარგი უკეთესი ვითარება არის. ბუფერი, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ ძალიან დინამიური პროფესია და სფერო. აი სულ რაღაც იწრება, სულ ვითარდება, სულ უნდა ისწავლო. აყვე ჩვენთვის კარგი ის არის, რომ ჩვენ დარბაზშიც და ჯგუფური ვარჯიშების მიმართულებითაც ესეთი საერთაშორისო ბრენდები გვყავს, რომლებიც სულ გვაკონტროლებენ, ესეც კაია, მაგალითად, რომ არის კონტროლის მექანიზმები და აი სიახლეებს ყოველთვიურად გვიზიარებენ ბეცნობით და ნუ აი ამ კუთხით პლუსი არის. როდესაც თქვა ყავს ბრენდი უკან, რომელიც გასწავლის რაღაცაებს. თუმცა ხო, ვიტყოდი, რომ სხვაებიც ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სხვა კომპანიებიც ძალიან უდგებიან ამ საკითხს უკვე სერიოზულად და ეს რომ არ გააკეთო, ჩემი აზრით უკვე ანუ მომხმარებელიც იმდენად უკვე გათვითცნობიერებული გახდა, რომ არ დაგიჯერებს რა მინიმუმ. მან პასუხისმგებლობის ნაწილიც ხომ მნიშვნელოვანია. აი ნახეთ, პასუხისმგებლობა. არასწორი მოლოდინებით ხო ხშირად მოდიან ადამიანები და
დარბაზში. ეგეც ხო პასუხისგებლობა მწვრთნელის თუ კლიანად რაღაცა მაგათ ორ კლასის რომ ეს არასწორი მოლოდინები გადაუტანოს ასე ვთქვათ სწორ მიმართულებაში რომ მე ეგ ზოგადად აზიანებს რაღაც ინდუსტრიასაც და ამოკიდებულებას. ხო, მოლოდინები ცხადია. ну ჩვენი წესები გვაქვს, როდესაც მოდის ახალი მოხმარებელი ვეცნობით ძალიან ესე რა დეტალურად ხდება კომუნიკაცია მწვრთნელთან, რომც არ გააგრძელოს ვარჯიში მწვრთნელთან, მაინც პირველი ვიზიტი ყოველთვის მწვრთნელთან არის და ვიგებთ მის საჭიროებებს, მოლოდინებს და ასე შემდეგ და აი მართლა ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ რაც მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად აი ამდენი წელია ვმუშაობთ, აი არ ყოფილა რაღაც ვთქვათ ესეთი აი ცუდად დასრულებული რაღაცა სიტუაცია, აი ვიღაცას რაღაცა ტრავმა. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ესეც რომ სულ ყურადღების ქვეშ ყავდეს მორიგე მწვრთნელი დარბაზში, რომელიც შეიძლება იმ მომენტში არ ავარჯიშებდეს, მაგრამ ყურადღებას აქცევდეს ნებისმიერ ყველა მომხმარებელს, რომ თუნდაც ვიღაცა რაღაცას ძალიან არასწორად აკეთებს, რომ მივაქციოთ ყურადღება, ხო, რომ აი პულსზე თითი უნდა გეჭიროს სულ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სულ ვერაფერს ამას ვამბობ, იმდენად ცოცხალი ორგანიზმი არ ვერც დამალავს, რომ პრობლემა გქონდეს, ეს აუცილებლად გამოაშკარავდება, ამიტომ არის რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ აი რასაც ქვია ხარისხს და აი ეს ამასა გქონდეს მაღალ დონეზე. რამდენად ინვესტიცია ტევადი, ანუ გულისხმობ იმას, რომ რამდენად უნდა გაყვეთ თანამედროვე ვთქვათ სავარჯიშო ინსტრუმენტები, ხო? და რამდენად ხშირად ცვლით, ასე ვთქვათ. ეგ არის მოთხოვნის ნაწილში მოხმარებლების, რომ რაღაც ახალი იყოს. აუცილებლად ჩვენ მაგალითად ხო, სუფთაზეც მოდით ვთქვათ, ჩვენ თანამშრომლობთ ტექნოჯიმთან, ეს არის იტალიური ბრენდი და ამ ბრენდის მოწყობილობა გვაქვს დარბაზში. და პერიოდულად ჩამოდიან მათი წარმომადგენლები და ამოწმებენ და ნუ აი მაგალითად ჩვენთან ახლა იყო ეს შემოწმება და გაუცებულები დარჩნენ რომ მაინც 8 წლის დარბაზია ასე ვთქვა და ეს შენახული ესე სუფთად ნუ ძალიან მოვლილი. ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აი ერთი დღე რომ არ დაალაგო ნორმალურად უკვე დილეს ჩანს. აი ერთი დღეც კი რომ უბრალოდ მოდუნდე მეორე დღეს კონტუერია და ამიტომ ხო, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც შეეხება ხა სიახლეებს, ხა ეს არ არის, აი ვერ ვიტყოდი რომ ყოველთვე ახალი რაღაც, მაგრამ წელიწადში ერთხელ რაც სიახლეები შემოდის ხოლმე და კი, რა თქმა უნდა, უკვე მოთხოვნაც არის სიახლეების სულ უნდა და აი ადამიანს, აი უბრალოდ სულ თუნდაც აი რუტინაში ყოველ დღე დადის ჩვენთან, აი უბრალოდ რაღაც სიახლე შემოიტანოს უნდა, ამიტომ შენც უნდა აყვე ამ მოთხოვნებს აუცილებლად. რაც საკმაოდ ძვირადღირებული არის ესე. ზოგადად ისეთი ინდუსტრია ხო, ძვირადღირებული. ძვირადღირებული ინდუსტრია არის, ნამდვილად, უბრალოდ ეს არის ძალიან უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, ამას ვამბობ, აი ხო არის რაღაც სხვადასხვა ინდუსტრიები, სადაც შეიძლება რაღაცა ძალიან დიდი ფული იშოვო, ანუ აი ეს სფერო არის უბრალოდ ძალიან საჭირო და ვფიქრობ, რომ აი მადლობელი ვარ, თუნდაც ადამიანების ვის თავიდან დაიწყეს ხო, აი ვორდ კლასები საუბრობ, რომ მოინდომეს, რომ აი საქართველოში, თბილისში ესეთი ძალიან კარგი მაღალი ხარისხის რაღაც გაგვეკეთებინა და ნამდვილად გაამართლა. კი ბატონო. AI შემოვიყვანოთ. ეხმარება მწვრთნელებს თუ ხელს უშლის პროცესში. რა გამოცდილება ახლა, რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ეკითხება AI-ს და ის უდგენს რაღაცა კონკრეტულ პროგრამას და შეიძლება. ხო, სიმართლე რომ გითხრათ, მე პირადად ხა წინააღმდეგი ვარ, აი ეს წინააღმდეგი ვარ ისიც, რა თქმა უნდა დავიხმაროთ ესე ვთქვათ, რაღაცის ფარგლებში. ვერ ვენდობი, აი უბრალოდ რომ ახლა ადამიანმა AI შეადგენდეს პროგრამა და ამით ხელმძღვანელოს სულ არ ვიცი, ჩემი მიმართულება ეს არ არის, ჩემი მწვრთნელები ესე არ მუშაობენ, თუმცა ვიყენებთ სხვადასხვა ხელსაწყოებს, ესე ვთქვათ, AI-ს, რომ რაღაცა ვთქვათ, უფრო გავიადვილოთ ყოველდღიური რაღაც პროცესები. აი ესე ვიტყოდი. აუცილებლად უნდა იცოდე ბიომექანიკა, აუცილებლად უნდა იცოდე რაღაც ფიზიოლოგია, თუ არ გაქვს შესწავლილი მწვრთნელს, რაც უნდა დაგიწეროს AI-მ. ანუ ინდივიდუალურია უფრო და ამიტომ არ მუშაობს.
არა, მუშაობს, ვიღაცა შეიძლება მუშაობს, მაგრამ მე პირადად ჩვენს ვიტყვი, ხო, კლასიკურ მეთოდს მივმართავთ, სადაც ნულიდან იწყება სწავლა, მწვრთნელს აუცილებლად უნდა ქონდეს ეს განათლება, ამას ვიცი, ხე ნულიდან, აი რასაც ვაპროექტ მაგალითად, როგორ აყვავს მწვრთნელები, ხო, ეხა ახალი მწვრთნელი. შეიძლება იცოდეს კიდეც რაღაც ნასწავლი, მაგრამ ნულიდან ვიწყებთ ფიზიოლოგია, ანატომია, აი ყველაფერს სწავლობთ, იმიტომ რომ ადამიანმა უბრალოდ უნდა იცოდეს კუნთის, აი სხეულის აგებულება, რომ ამ ასხელზე იმუშაოს, ხო, სწორედ არის მაგალითად სპეციალური მიმართულებები რეაბილიტაცია, ხო? ეხლა ბევრ ადამიანს რაღაც ტრავმა აქვს, ოპერაცია გაიკეთა, მერე მოდიან, ყველა არ აკეთებს ამას, მხოლოდ თქვათ რამდენიმე მწვრთნელია, ვისაც სპეციალიზირებული, ასევე ცალკე თქვათ სპორტსმენებზე და ასე შემდეგ, ხო? და აი ეს რო დაუბრუნდე, ეხლა მაგალითად ტექნოჯიმმა ჩააშენა AI ახალ ერთ-ერთ ხაზში. და კარდიოს ხაზია თუ არა ან სხვადასხვა აი თქვათ დონეების მიხედვით და აი ყველაზე ძვირად ღირებულ მასში არის უკვე წარმოდგენილი და ჩვენ ახლა ვფიქრობთ რომ შევიცინოთ ერთ-ერთი დარბაზისთვის და საინტერესო იქნება როგორ გამოიყენებენ რომ შევისწავლე ეს თემა რომ ვიფიქრე რომ ხო არ ჩაანაცვლებს მწვრთნელს აი ესე არ არის რომ მწვრთნელი აღარ დაგჭირდეს თუმცა აი დამატებით რომ სიტყვად რაღაცაში დაიხმარო აი როგორც სხვა სფეროშიც უფრო ჭკვიანურია რომ მარტო ამის იმედზე კი არ იყო დაიხმარო როგორც გაიადვილო ესე ვთქვათ მე საერთოდ გონია რომ დარბაზში მხოლოდ სავარჯიშოთ ადამიანები არ დადიან თუნდაც იმ მწვრთნელთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ხანდახან მწვრთნელები ხუმრობენ ხოლმე რომ მარტო ფიტნეს ინსტრუქტორები არ ვართ ფსიქოლოგებიც ვართ მეგობრებიც ვართ და ასე შემდეგ და ეხლა AI-სთან ხო აი ადამიანურ ფაქტორს ვერ მოკლავს. არა, იქ უბრალოდ ვფიქრობდი, რომ მაგალითად აი ტექნიკურ ნაწილში, მაგალითად ამ გამოვიყენა ეს ტრენაჟერები და მჭირდება იმ მომენტში მწვრთნელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც გჭირდება. მე თვითონ ჩემით რაღაცნაირად ვერ ვარჯიშობდა ის 3 წელია, ხო, აი ხო, გამოცდილებისა, იმიტომ რომ თუნდაც ის რა თქვენაც აი მთელი დღე რაღაც ჩემი ტვინი მუშაობს, მეც დატვირთული ვარ და მინდა რომ ის 1 საათი დავისვენო, თუნდაც არ ვიფიქრო რა უნდა გავაკეთო და ჩემ სხვა ადამიანმა ვისაც ვენდობი, იმან იფიქროს რა უნდა გავაკეთო. ეს მომენტიც არის ნამდვილად და პლუს ხო დარბაზში რომ მოდიხარ, უკვე ჩვენი სივრცე ამ ადამიანებისთვის რა წლებია დადიან, გიждდებიან უყვართ იქაურობა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მაღალი ლოიალობის დონე გვაქვს კლიენტების მხრიდან და ხო აი რაღაც თუნდაც კარგად ატარებენ დროს, იმ დროის იმ მონაკვეთს, როცა ჩვენთან არიან, ეგეც არის ხო და კომპეტენციის ნაწილში სად იღებენ მწვრთნელები დღეს განათლებას და არის თუ არა ბევრი საშუალება ამისთვის საქართველოში? უკვე საქართველოში რამდენიმე ინსტიტუტი არსებობს, სადაც იღებენ ამ და ინტერესი გაიზარდა თუ არა? ძალიან დიდია ინტერესი, რადგან ხო ხედავენ ადამიანები რომ პერსპექტიული საქმეა. შემოსავლიანიც არის. შრომატევადია, მაგრამ ნამდვილად ჯერ ერთი მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ძალიან ესეთი ესე ვთქვათ რაღაც პლუსიც აქვს, რომ რაღაც კარგს უკეთებ ადამიანს, ხო? და ამითი ივსები თუნდაც ხო, როცა გაქვს სტრესული, ცუდი სამსახური, რომ ანუ ეგეც ხო ეს არის მნიშვნელოვანი, მოკლედ ძალიან საინტერესო სფეროა, პერსპექტიულიც არის და შესაბამისად გაიზარდა კი. ხო, უფრო შემოსავლიანი ვიცი ერთი, მაგრამ იქ ცუც უკეთებენ ადამიანებს. აი, ამას ეგ ვიგულისხმე არ ვთქვი და მინახავს კიდეც ეს ადამიანები იმდენად ეს ნუ შემიძლია ვთქვა რომ სტრესში არიან, არ ვიცი უბედურები არიან თუ რა არიან, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში და ვერც შევადრիր იმ ფაქტორს, როცა შენ კარგს უკეთებ ადამიანებს და შენ მუშაობ იმისთვის, რომ სხვა გააბედნიერო. ეგეც არის. პლუს ხო, შემოსავლიანიც არის, ხო? ამიტომ და ყველამ მიხვდა რომ ერთ ადგილზე არ უნდა იყვნენ, უნდა ისწავლონ, განვითარდნენ. ჩვენს შემთხვევაში საერთაშორისო ბრენდში მუშაობენ, ძალიან ბევრი საშუალებები აქვთ კიდევ წინ რომ განვითარდნენ და ესე ან სასიხარულოა დღეს საქართველოში რომ ესეთ დონეზე ვართ, ესე ვთქვათ რა. ეს კადრების ასე ვთქვათ კონკურენცია არის რომ იქ წავიდა, აქ წამოვიდა, პარავთ ერთმანეთს კადრებს თუ არა? არა, მე ისევ და ისევ ჩვენზე ვიტყვი, გამორიცხულია ეს რაღაც. არც მინდა რომ, ნუ არ პარავთ. ჩვენი დარბაზი და, რა ვიცი, თანამშრომლები არ წასულან. სხვა ძალიან იშვიათად ხდება, ძირითადად უცხოეთში რომ მიდიან ხოლმე სამუშაოდ, ასევე ფიტნესის მიმართულებით, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი რამდენიმე მწვრთნელი ძალიან წარმატებული არის.
სხვა ქვეყანაში და ნინი, სამი გავრცელებული მითი მითხარი, რომელიც არ შეესაბამება რეალობას ფიტნეს დარბაზებზე ან ვარჯიშზე. ну, პირველს მაინც პირველ ადგილზე იმედი მაქვს, რომ ნაკლებად არის ეს მითი, მაგრამ მაინც პირველს გავიხსენებ იმას, რომ მწვრთნელი არის კუნთმაგარი და გონდება ჩლუმი. აი ძალიან წინს ხომე. ხო და აი აღარ არის ესეთი დამოკიდებული, თუმცა ნუ ვიღაცებში ალბათ არის. ეგ ნაწილობრივ დაინგრა. ანუ ნამდვილად დაინგრა, იმიტომ რომ ხო გეუბნებით როგორც თქვით მხოლოდ მწვრთნელი არ არის ადამიანი, არის მათი ოჯახის წევრი, მეგობარი, არ ვიცი, ფსიქოლოგი და ახლა თუ თვლი რომ ადამიანი ძალიან დიდი ბოდიში ამ სიტყვას გონება ჩლუნგეს უტრირებულად ხო არის ეს ფრაზა და ასე არ იქნება ხო პირიქით ანდობენ თავის ოჯახს რა ვიცი და ოჯახებით და ამის 2 საათზე урეკავენ და ისე კი ხინკალი ვჭამო ეხლა ხო ასევე რომ აუცილებელია 24 საათი დარბაზში იყო რომ რაღაც შედეგს მიაღწიო ესეც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მინახავს ადამიანებს რომ აი თავს იკლავენ და არასწორი რომ მინდა რომ უთხრა რომ არასწორად აკეთებ ამას და აი ყოფილა რომ მე აუყვანი ამ მწვრთნელი და მართლა ერთ თვეში შედეგი დადებულა ესეც ხო მნიშვნელოვანი რაღაცაა ანუ სწორად ხო ანუ ძალის ხმევა უნდა მიმართოს სწორად იდეაში. ანუ აი მაგალითად რომ აი ეს მითი რომ აი რამე რო გავხდე 24 საათი უნდა ვივარჯიშო ეს დღეს. აი კვების და ვარჯიშის მითი თუ ეგ არ არის მითი ანუ ეგ რეალობა. ეგ რეალობა. ეგ რეალობა. რა ანუ აი ვარჯიშით კვების გარეშე რაღაცა ხო ანუ რაღაცა როგორ არა მაგრამ კვება არის უმნიშვნელოვანესი რა. და აი ამ გასტრონომიულ ქვეყანაში როგორ გადაგყავს ადამიანს? აი ხა გეტყვით როგორ ხო კიდე ერთი მითი არის რომ ვისაც ხინკალი უყვარს ის ვერ იქნება fit ну ესეთი რა გამომშრალი და ესეთი ეს არის ტყუილი იმიტომ ну მაგას მე აი მაგასაც აი პუტკუნა რომ მიახსნა რომ ის ბუბურღავ რომ აი მოდი დაიწყე ვარჯიში და აი მე ვერ დავიწყებ ვარჯიში იმიტომ რომ აი კვირაში ერთხელ რო ავჭამ ხინკალი არ შემიძლია მოკლედ ეგ რომ მითია კარგია ხო და მითია ხა რატომ მე არანაირად არ მithქონს ანუ მე ესეთი გამოხატული პრობლემა არ მქონია რომ სიტყვაზე უნდა დავიკლო ან რაღაც მაგრამ მაინც ეხა მაგალითად რო ვარჯიშობ და ამ ძალის ხმევას ხარჯავ ну გენანება შენი შრომა და ეხა ყოველ დღე ეს ძალიან მიყვარდა ჯანკ საჭმელი მაგდონალდსი განსაკუთრებით ხინკალი მიყვარს ძალიან და ასე შემდეგ. საერთოდ გემრიელი ჭამა ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ხა ჩემ თავს ვატყობ, რომ მაგალითად კვირის განმავლობაში მენანება ეს ჩემი შრომა, რომ ყოველდღე მართლა ხინკალი ვჭამა და კვირის განმავლობაში ისევ ვჭამ რა, ანუ სუბუქად უფრო ცდილობ რომ ჯანსაღად ვჭამო და აი პარასკევს და შაბათს, პარასკევი შაბათი არის იმისთვის რომ დავარღვიო ეს ყველაფერი და მართლა გულსხმელად განვევით აი უფრო გემრიელი უფრო ბედნიერად უფრო ბედნიერი ის ერთი დღე თუ რაც არის როცა არ ყვევ ამ შენ განრიგს ბევრად უფრო გემრიელი და მოსულა ну მოსულა ხო ახლა რა ვიცი ხო თორე ისე არ შეიძლება თუ ბედნიერების განსხვავება ამიტომ ეგეც ხო ხა აი თქვათ ყველაფერი კი არ უნდა ამოიღოთ მაგ შაქარზეც არის ხო რა ვიცით რომ ძალიან ცუდია და ხა მე მაგალითად მყავა ბოლომდე ვერ იმას ვქენი ცოტა შაქრით მიყვარს და ну რავი რა პრობლემაა ხო დღეში ერთხელ დავლევ იმ ცოტა შაქრით ასე რომ თავის მოკლაც არ არის რა აუცილებელი რომ რაღაცა კარგი შედეგი გქონდეს ხო შეგვიძლია ჩემთვის ესეა ყოველ შემთხვევაში ყველა ინდივიდუალურები ხო მაგრამ ну ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია ანუ რეალურად განწყობაც ხო რა განწყობით მივდივარ დარბაზში რა განწყობით გამოვდივარ და მე რა განწყობით ცხოვრობ ზოგადად თუ ძალიან გიყვარს ხინკალი ან რაღაცა შაქარი შეგვიძლია რომ რაღაც დოზირებულად მივიღოთ იმიტომ რომ გეტყვით მაგას რა არ დაუკარგოთ ცხოვრების ხალისი ხო უბედური მაგრამ ახლა მოდი რა ახლა ყოველ დღე სამსახურიდან რო გახვალ ხინკალს ნუ შეჭამ და ლუცნუ ხო სიტყვაზე ეგ არის დისციპლინა და მართლა მე უფრო გემრიელი არის ის გემრიელი დარწმუნებული ვარ ეგრე იქნება იმიტომ რომ რაც შეზღუდულია ზოგადად უფრო გემრიელი ნინი მადლობა სტუმრობისთვის PMG Drive-ში მადლობა საინტერესო საუბარი ორკლას წარმატებები მეტი ადამიანის ჩართულობას ვისურვებდეთ დარწმუნებას იქნება ზოგადად ფიტნეს მიმართულებით იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის და ყველაფრისთვის კარგია მოკლედ განწყობისთვისაც რომელიც არა აწყენდა
კარგი განწყობა ჩვენს ქვეყანას თუ კიდე რაღაცები შეგვიწყობს ხელს და წარმატებით მოიკითხავთ ხოლმე ორკლას ამბებს აუცილებლად თქვენს გელოდებით ჩვენთან კი ბატონო აი გავამიშოს გიორგი საკაცე მე გიორგი გაუშვით ბეკა გამოვშვით ჩვენთან